გაუგებარია აი საზოგადოების ხელისუფლების აი მხარდამჭერი ხელისუფლების დამცველი ინსტინქტის ნაწილი რო არსებობს აი ეგ ხალხი რას ფიქრობს გაუგებარია რა აქ არ გულისხმობ პირდაპირ გამორჩენა ვისაც აქვს მაგათ გასაგებია მე რასაც საკეთები მაგრამ აი რაღაცები ხდება რაღაც პრობლემებია ქვეყანაში და ვიღაცები რომ გამოინთებიან ხოლმე და აი არა აი ყველაფერს იმას რა ქვია ყველაფერი მივედმოვედოთ თქო ხელისუფლებას არ შევხვდა აი მაგის мотиваცია რა ხდება აი რა დამშვიდი ეს ხელისუფლება თავის თავს მიხედავს შენ იზრუნე იმაზე რომ შენი მხარდაჭერის უარყოფით შენი მიწოლით რაღაცები შეაცვლევინო საშენოთ აი როგორ რაღაცას ვიძახი იცი მაგალითად ამასიანთ აი ჩვენ ხო დავდივართ ხოლმე ქუჩაში შეხვედრებს ვატარებ და აი მიგრაციის წინააღმდეგ თქვათ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ქუჩაში ვატარებთ ხოლმე შეხვედრებს ვაგროვებთ ხელმოწერებს და ბანერიც გვაგაშლია შევაჩეროთ მასიური მიგრაცია მოვიდა მაგალითად ერთ-ერთი ადამიანი ძირითადად 90% ჩერდება გვიწერს ხელს და თანახმა ერთი ადამიანი მოვიდა და მეუბნება რომ აი სხვა აზრი მინდა გითხრათ რა კი ბატონო გისმენთ და საქმე იმაშია რომ ჩემი აზრით ქართველების ბრალიაო ეს ყველაფერი რა რატო გითხები აი ქართველები რომ მიდიანო ჩემ ოჯახსაც არ გვილხინსო მაგრამ მე არ მიდივარ და ქართველები რომ მიდიანო მაგითო ხდება რომ აქ იკავებენო იმას აქვია სხვები იკავებენ ადგილს ჯო აი მიწებს რო ყიდიან ქვეყანაში ბინადრობის უფლება რო იყიდება აი საიმიგრაციო პოლიტიკა როა ისეთი რაღაც უბედური აი მაგის გამოსწორებას ვცდილობთ გავართ და კონკრეტული მოთხოვნები გვაქვს აი რა мотиваცია ახლა დადგე და აი მოდი აი რა ვქნათ იცი აი მოდი ქართველებს გადავაბრალოთ ზარმაცები არიან თავის ქვეყანაში მუშაობენ აი რა გამოსავალია ეგ ამაგაზე ლაპარაკი გეგმა რა არის რა შუაშია იმასთან რომ აი აქ ცუდი საიმიგრაციო კანონებია და მოდი შევცვალთ აი ეგ რა ინსტინქტია საერთოდ რად გინდა მაგაზე რომ ლაპარაკს იწყებთ და აი მოდი აი ყველას შეუტიოთ ხელისუფლების ქართველ ერს შეუტიოთ მოდი და ქართველი ერი გამოვაცხადოთ ცუდებად ოღონდ ხელისუფლება არ გაკრიტიკდეს აი ეგ ინსტინქტი არის მაგ ინსტინქტის ბრალია ხალხო ყველაფერი მათ შორის აი არჩევნებზე იყო ძალიან ხშირად რომ აი ვიღაცები იცი რა თქვენ ვერ გახვალთ ან არ ვიცი და მე რატო შევიქნა ის საფრთხეები რომ აი ვიღაც ხელისუფლების წარმომადგენელი მე ჩათვლიო მე მათ ხმა არ მივეცი და რაღაც პრობლემები შემექმნება და ეს რაღაც დაჩიავებული გასაცოდავებული ნაწილი ხო არსებობს არა ბიჭო რავი აი სინამდვილეში ხელისუფლების წინააღმდეგ მისცე მილიონმა ადამიანმა ხმა ამ ქვეყანაში წინა არჩევნებს ხო 850,000 იყო პროდასავლელების ხმები 50,000 კიდე ჩვენი ხმა ესე ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდე იყო რაღაც ხმები რომლებიც ძალიან პატარა პარტიებზე გადანაწილდა რაღაცა რამდენიმე 10,000 ხო არა ხელისუფლებას მისცეს ეხა ის ადამიანები რა მოუვიდათ მილიონ ადამიანს რომელმაც წინააღმდეგ იმისეს დაახრჩეს გაგუდეს სახლებს შეუვარდნენ დაატერო რა მოუვიდათ არაფერი ხო დადგა და ხმა მისცა და აგრძელებს ცხოვრებას სადღაც მუშაობს რაღაც ბიზნესი აქვს რაღაცას აკეთებს ხო გაბედა მაგდენი რომ ხმას მისცა და შენი გაუბედაობით შენი უმოქმედობით შენი ყველაფრის გაპრავებით რომ ოღონდ ხელისუფლებას არ შეეღოთ ხო მაგითი ხდება ის რომ აი ახლა ციხეებში ხალხს რა ვიცი ოჯახში იჩხუბა და ციხეში უშვებენ ხო მაგითი ხდება ენა რო ჩაგივარდა ახლა მუცელში ხმას რო ვერ იღებ ხო მაგითი ხდება რომ არაბების შემოსახლება და პაკისტანელების და ქართველების მაგირო შემოყვანა ხდება შენი ამ სიჩუმით არ არის მეებს რო ყიდიან სახლებს რო ყიდიან და არაბულ ქალაქებს რო აპროექტებენ ქვეყანაში კორუფციაში რო არის ჩაფული ქვეყანა რა ვიცი ბანკის მევახშეების და აზარტული თამაშების ვალებში რო ჩახსოვ რას გაძლევს აი შე რო გამოენთები და მოდი ყველას შეუტიოთ ქართველი ერი გამოვაცხადოთ რაღაც ცუდ
მოვლენად ოღონდ ხელისუფლებას არ აი ეგ რას იძლევა სულ. გინდა კიდე მეორე კატეგორია გითხრა ძალიან მაგარი ხალხი ის აი ჩვენი ვიდეოების კომენტარებში სტაბილურად შემოდიან ხოლმე ქართული ოცნების მხარდამჭერები როგორი ტექსტიცი ბიჭო ეგ მხოლოდ თქვენი ლაპარაკი რა აზრი აქვს საქმე გააკეთეთ საქმე დაგვანახეთ რამე რა ხალხს ბიჭო რაღაცა გაუკეთეთ ხალხს და მან დაი როგორი ის მიჩნდება ხოლმე იცი აი გუწფელი სრული მიჩნდება რომ აი რო შეიძლებოდეს მაგან ადამიანის მონახვა აი დაუჯდებოდი ესე და აი მართლა დაველაპარაკებოდი რომ აი გეხვეწები არც გაბრაზებული ვარ შენზე არც ნაწყენი ვარ არაფერი არ მინდა მადლობებით წავლაკიდან ამიხსენი ხა რას გულისხმობდი ჩემთვის მჭირდება პროსტა რა ანუ ვარ პარტია რომელიც არც პარლამენტში ვარ არც რამე თანამდებობა მიკავია ერთადერთი საშუალება მაქვს რომ ყველა რო აბოლებს ამ ხალხს სიმართლე ავხსნა აი ხალხს რო სიმართლე ავხსნა ერთადერთი ეგ საშუალება მაქვს აი რო შემოდის ტიპი და რამე გაუგე საქმე გააკეთეთ ბიჭო რაღაცა რას ლაყბობთ მან და აი ბიჭო მე რო ეხა ხელისუფლებაში ვიყავ რაღაც სამინისტრო რომ მებაროს 100%-იანი იქნებოდა ძმაო ეგ ბიჭო ხმას თუ არ მაძლევ ხელისუფლებაში თუ არ მოვდივარ ან ნაწილობრივ სადმე არ გავდივარ არც საკრებულოში არა ვარ არც პარლამენტში არ მოხვედი ხმა არ მომეცი ხო ანუ ბერკეტი არ მომეცი რომ რამე გავაკეთო და ეხლა მოდიხარ და რა აი რანაირად წარმოგიდგენია ეგ პროცესი შეგიძლია ხმას რატო არ გაძლევს იცი რატო არ გაძლევს იცი იმიტომ რომ ოცნება არ გაგიშვებს შენ მაინც რა ვიცი შენ თუ ხმას არ მომწევ შენ თუ ხმას არ მომწევ ანუ შენ რო მაგიტყვაზე ხარ მაგითი არ მიშვებს შენ ხმა მომეცი და მე გავალ კაცო ვერავინ ვერ გამაჩერებს შენ თუ ხმას მომწევ აი ის არის კიდე მაგარი ჩემი ხმა მეშინია რო არ დაიკა ეხლა ხო ნაპოვნი გაქხა რა ეხლა ხო მაგრამ გიჭირავს რა ხმა რას ნიშნავს ეს ჩემი ხმა მე მგონი ძალიან დაკარგულია შენი ხმა შენი ხმის აკეთეს კვერცხობები ამ ქვეყანაში 13 წელი შენი ხმით აფინანსეს ნაცები გაიგე ნაცებს აფინანსეს შენი ხმით deep state-ის დავალებით პიდარასტული კანონები იღეს და მე რეთქვეს რომ ჩვენ რა შუაში ვართ და შენი ხმით აირჩიეს სალომე ზურაბიშვილი შენი ხმით აირჩიეს მარგველას შენი ხმით აირჩიეს გახარია და მე აგინეს თვითონ შენი ხმით აირჩიეს გახარი შენი ხმით აირჩიეს მე აი წინამთავრობ კორუფციაში ჩაირჩო კორუმპირებულიო იპარეს შენი ხმით მილიონები და ნაცები აფინანსეს მეტი რა უნდა გაგიკეთონ რა უნდა დაგეკარგო მე დაჟე როგორ დავყე მე მგონი ჯობია რომ ხმა დაგეკარგოს შენ რა მაგათ რო აძლევ მაგ შენ ხმას მაგ შენი ხმით ამ ქვეყანას რავი დედას ტირობენ და მე მგონი ვაფშე რომ დაგეკარგოს ხმა ჯობია